ბატონებო და ბატონებო, მოგესალმებათ ილო ბეროშვილის შოუ. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ცნობილი კაცი გირჩი ზურაბ ჯაფარიძე და ყველაზე მძიმე კაცი მსოფლიოში დავით კოვზიძე. მაშასე, მიესალმეთ ილო ბეროშვილი. მოგესალმებათ ილო ბეროშვილის შოუ. ყველა არ გავწყვიტი აქ, რადგან დღევანდელი მონოლოგისათვის მხოლოდ აი ეს მქონა დაწერილი, როდესაც ჩამეძინა. ნახეს სასწაულის სიზმარი, თითქოს პარალელურ საქართველოში ვიყავი, სადაც ყველაფერი იყო სხვანაირად. აბსოლუტურად სხვანაირად. მაგალითად, პოლიტიკოსები აბსოლუტურად სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები და ცნობილი ადამიანების ვიდრე ეს ხდება რეალობაში. თან პირველად მაშინ მივხვდი რომ ვიყავი პარალელურ სამყაროში, როდესაც ვალუტის ჯიხურს შევხედე და დავინახე რომ ლართან მიმართებაში დოლარი იყო 1-1-ზე. ტაქსი მაშინვე გავაჩერე, ჩავჯიქი და ვკითხე რომ რა მოხდა მეთქი. რა მოხდა ასეთი რომ ჩვენი ეკონომიკა ასე ავყავდა მეთქი. და იმან მიპასუხა ლარი ისევ 1-7-ზე გამოვიდა. მას შემდეგ რაც მოდარ ხადური მოხსნეს. მე ვკითხე მეთქი, 1-ზე რატომღა ჩამოვიდა მეთქი, ესე იგი მაგარი მინისტრი დაგვინიშნეს მეთქი, თუ რა მოხდა მეთქი ვკითხე. არა. ამერიკის ფინანსთა მინისტრად დანიშნეს ხადური. ალბათ მივხვდით რომ ტაქსის მძღოლი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. იქიდან უცბად გავჩდი ცირკში, სადაც დავინახე რომ ირაკლი ალასანია აკრობატულ ნომერს ასრულებდა. ესე იგი როგორ ქონდა, იცით, კაბელი ქონდა გადაჭიმული 20 მეტრის სიმაღლეზე და ზედ დადიოდა ესე. უცებ ფეხი დაუწდა და ჩამოვარდა. ეხო ხედავთ რა, რაც გიწერია ადამიანს, არ აქცდება პარალელურ სამყაროშიც კი იქაც კაბელებმა დაღუპეს ეს. გადაყვა ამ კაბელებს. ცირკიდან ლოგიკურად გავჩნდი ზღვის პირას. ნუ სიზმარში მომაჩვენა რომ ეს ლოგიკური იყო, როდესაც ზღვის პირას გავჩნდი და დავინახე კაცი როგორ იხშობოდა. მაშველებმა წყიდან ამოიყვანეს და ახლოს რომ მივედი, ვინ აღმოჩნდა ეს კაცი, აღმოჩნდა თამაზ მეჭიაო. ძირს იწვა და ყვირო და გამიშვით წყალში და მაიფრუნეთ მე ბუნებით თევზი ვარო და თანაკეთებდა ესა. მერე გვერდზე გავიხეთე და დავინახე შალვა ნათელაშვილი, რომელიც შარვალ კოსტუმში იყო გამოწყობილი, მომიახლოვდა და მითხრა: "ახლა გისმენ." მაშინ ცოტა შემეშინდა, ეხლა არ ჩანს რამდენად შემეშინდა მაშინ. შემდეგ გელა გნოლიძე დავინახე, შავებში ჩაცმული დგა, ცალხელში ეჭირა ქეისი. გამოწკეპილი შავებში ძალიან სოლიდურად, ძალიან მაგარ ვიწზე და მარჯვნივ მქონდა ქაღალდი, რომელზეც წარწერა იყო ვაწყობ პიანინოებს. ბოდაშორის ფორჩხიძე შენს გნახე სიზმარში, არ დაგჩაგრავდი, ხო იცი ახლა? ფორჩხიძე ვოისში იყავი. ბედნიერი სახე ქონდა გაბწყინებული, სულ სხვა სინათლე და ცხოვრების სიხალისე მოდიდა შენი თვალებიდან. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მსაჯი შენ არ მოგიტრიალდა. მაინც გიხაროდა. ძალიან. რა თქმა უნდა, ჩვენი უფროსი შალვა რამეშვილიც ნახე სიზმარში, რომც არ მენახა, მაინც ვიტყოდი რომ ნახე, მაგრამ მართლა ნახე. იყო მაღალი, ქერა, ცისფერ თვალება, ნატიფი არისტოკრატული მოძრაობებით დადიოდა. ნუ მოკლედ ისეთი როგორიც არის ცხოვრება. დიდად არ იყო შეცვლილი. საერთოდ არ იყო შეცვლილი დიდად. სხვადასხვა გაგვიკვირდებათ და პუტინიც ვნახე. ოღონდ პუტინი იყო კასპში და მეზობელი ეჩხუბებოდა ღობე რატო გადმოწია აქეთო. მოკლედ ბოლოს ის კოშმარში გადაიზარდა ეს სიზმარი, ვითომ ამ სტუდიაში ვიყავით, საერთოდ საშინელება უკვე აიძღლისა ყველაფერი და მახსოვს აი როგორც ყველაზე დიდ კოშმარად სიზმარში აი ეს მომენტი, როდესაც სტუდიაში ვიყავი, დათო ფორჩხიძე იდგა ზუსტად აქ ამ ადგილას
და კითხულობდა მონოლოგს, მე კი ზუსტად აი იქ სადაც ეხა დათუა ვიჯექი და უკრავდი. შეუძლებელია გადმოგცეთ ის ემოცია და შეუძლებელია გადმოგცეთ ის რასაც გრძნობდი, როდესაც ამ საშინელებას უყურებდი. შესაბამისად, გადავწყვიტე რომ ვერბალურად ვერ გადმოგცემთ და მოდით დათო მოვიდეს აქ, მე წავალ იქ და თქვენ თვითონ ნახავთ რა საშინელება იყო ეს. მოდი მეიქნე. დათო თქვი რაიმე ხუმრობა და როდესაც დაასრულებ მე დავუკრავ. როგორც აქ ხდება ხანძარი. დაამხნევეთ ძალიან. მაშასე მეჭიაურმა განაცხადა. ბუნებით მაჟორიტარი ვარო. ბატონო თამაზ. საინტერესოა მათემატიკით რა ხართ? მათემატიკა. მინუსი? ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი ილო ბეროშვილის ხელმძღვანელობა. დაუკარი. წადი შეძო. აი ახლა თქვენ გადაწყვიტეთ რომელი უფრო უარესი იყო. დათო უფრო ცუდად ხუმრობს თუ მე უფრო ცუდად უკრავ. ჩემ შოუს მუსიკალურად აფორმებს დათო ფორჩხიძე, კარგად და მისი შესანიშნავი ბენდი. დღევანდელი შეკვეთილი სიმღერა ძალიან აქტუალურ თემას 1 ლარს და 18-ით შეეხება. თქვენ ალბათ ყველანი ძალიან კარგად მიხვდით შემკვეთის ვინაობას. ეს არის ქალბატონი რიმა ბერაძე. ქართველებს და სინიან, ბევრი ჭამა იციან, იმას კი არ ამბობენ, ამას რითი შადიან. რიმას წარმოდგენილი, საუზმე და სადილი, დღეში რადგინდა მეტი, სულ არ და 18. ჯანდაბა, 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 რიმას მენი უჯანდაბა. რამეტად ცხოვრება, აბა ვისე კადრება, თუ არ ყოფნის საჭმელი, რიმას არ ეტარდება. შიმშილით რომ მოვკდები, ნუ ჩამდებ კუბოშია, რიმასთან მიმასვენებ, გამდეთ კაბინეტშია. ჯანდაბა, 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 რიმას მენი უჯანდაბა. კნეინა ჯან როგორ აბრძანდები? აბა ერთი ახლო მოიძიეთ. რაღაცა ხმები მომესმა და არ მეპიტნავა. ვიხუმრეთ, კნეინა ჯან ვიხუმრეთ რაღა. ტუტუც თხილად იყავ ეგ ხუმრობა, მასხრობა და რა გადაგიქციო. მაშ ლარი და 18 გეცოტავებად? ნეინაჭან რა საბო, ლარი და 18 სერიოზული თამასუქია, მაგრამ 1-2 აბაზი წაგემატებინა რაღა. შაური მაინც. შენა კიდე რო იკრიჭები ყველის ვაჭარი ვითა რამე დაუკარი. ახლა კი ვნახოთ, რამდენი რამის ყიდვა შეიძლება ლარა და 18. მიდი კნეინა ჯან გვაჩვენი.
ნემსები და მახათები, პაპიროზის ქაღალდები, სკოჩები და ასანთები, ფასდაკლების ბარათები, ნარდის ორი კამათელი, საშიგალკა და სანთელი, კოვზი დანა და ჩანგლები, ოღონდ ყველა პლასტმასები, 4 ჭიქამზე სუმზირა, 3 ბუშტი გასაბერი, ორჯერ ტუალეტში შესვლა, 1 კიდე ლოვესკები, სკრეპები და ჯიგარდები, 100-იანი ლამპოჩკები, ციტრამონი, ანალგინი, ლარიანი ტაპოჩკები, 1 კონა უხახუში, მარვისო და პერიცა, ბულიონის კუბიკები, მოყვარეთ ხდება პერიცა. თურმე როგორც დებოდით აგვეხილა თვალები დაუჭერეთ რიმას და არ გექნება თვალები. როცა უჭირს ქვეყანას, მეძაღონეს არ ვაკლებ, მიმიშვით მიუჯეთან, ცოტას კიდე დავაკლებ. Tangaya, 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 rimas meniu tangaya. ადე ბუმერაზებო, საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მოვდივარ კნეინაჩანი მოვდივარ და ახლა კი მინდა ამ კვირის აქტუალური ამბები მიმოვიხილოთ. პირველი. მთავრობის გადაწყვეტილებით 2016 წლის იანვრიდან მარჯვენა საჭიენი მანქანების შემოყვანა აიკრძალება. ეს კანონი დიდი შეღავათია მერისათვის, იმიტომ რომ ცუდი გზების გამო ძღოლები ხან მარჯვნიდან აგინებდნენ მათ, ხან მარცხნიდან. ახლა მარტო მარცხნიდან შეაგინებდნენ. თუმცა ამ კანონის მიღებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა სოსო ჯაჭულიანი. ანუ რა გამოდის? ესე იგი აქამდე მე მატარებდა მსხოლი და ახლა მე უნდა ვატარო? საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბატონმა თამაზ მეჭიორმა განაცხადა, რომ მე ბუნებით მაჟორიტარი ვარო. ბატონო თამაზ, ძალიან გთხოვთ რა. ერთი ეს ბუნებაღა დაგვრჩა და მაგას მაინც დაანებეთ თავი. რამე დაგვიტოვეთ. ასევე მინდა მივმართო ერთ ბუნებით მილიარდელს გაუშვიეს კაცი ბუნებაში. გაუშვი. იკუნტროშოს იქ. რა უნდა მაგას პარლამენტში რა? ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს შესახებ მიიღეს კომუნიკე. მე აქ ვიკითხე რა არის მეთქი კომუნიკე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მითხრეს. და ალბათ მართლაც მნიშვნელობა არ აქვს. სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სწორ გზაზე დგას. დავიღოთ. ჩვენ რომ გზები გვაქვს, მაგ გზებს თუ გვისხმობენ ეგენი. ჩვენ კაი ხანს ვერ ჩავალთ ნატომდე ამის გარანტიას გაქვს. შემდეგ ინფორმაცია არის ასეთი, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მინისტრებს მოგრძალებული ხელფასები გვაქვს და საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებთო. მე მგონია, რომ არის ყველაფერი პირიქით. საქმეს აკეთებთ მოგრძალებულად და ხელფასები გაქვს საშვილიშვილო. მე მგონია ყველა მეთანხმება ამაში. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნა ირაკლი შოთაძე, რაზეც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 6 წელი ირაკლის ხელს ვერავინ ახლებსო. მე თქვენ მაუცებთ ხანდახან ბატონო ბიძინა. მართლა მაუცებთ. 15-მა კაცმა ერჩია გენპროკურორი და ხელს ვერავინ ახლებსო და 3 მილიონმა ავირჩიეთ პრეზიდენტი და სახლიდან რატო ვაგდებთ? უსახკარო პრეზიდენტი გვინდა ჩვენ. დეპუტატმა გუგული მაგრაძემ განაცხადა, რომ კარგმა დიასახლისმა ყოველთვის იცის, ჯერ არ მithქოს ხუმრობა ბატონებო, ძალიან გთხოვთ მასალით. დეპუტატმა გუგული მაგრაძემ განაცხადა, რომ კარგმა დიასახლისმა ყოველთვის იცის, როდის და სად უნდა წავიდეს იაფი ხორცის შესაძენათო. ანუ ქალებიც ბოლო დროს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ბაძავენ ხოლმე, რაც ძალიან გასაკვირია. ქალბატონო გუგული კარგმა პარლამენტარმაც ბოდი შესაძლოა. ქალბატონო გუგული კარგმა პარლამენტარმაც ყოველთვის იცის, როდის უნდა წავიდეს, მაგრამ კი ხართ იქ პარლამენტში 150 კაცი.
ერთი არ მოკლებიათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, აი ესე ბოდი შეწამი, თუ შეიძლება გადავიტან იმას რა. მთავრობის გადაწყვეტილებით 2016 წლის ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება. ახლა ზოგიერთები გამოვლენ და იტყვიან რა არის ეს? რა არის 20 ლარიო? გინდქონიათ კიდე რაო, მაგრამ აბა ეხლა კითხეთ რიმა ბერაძეს, მილიონერები გონია მას უკვე პენსიონერები. მილიონერები. Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ქონების 99%-ს, ანუ 45 მილიარდს ქველმოქმედებაში დახარჯავს. ერთი ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა. 45 მილიარდ დოლარს ქველმოქმედებაში დავხარჯავ. გესმით ეს რას ნიშნავს? ესე იგი 45 მილიარდს ხალხს მოახმას. კიდევ ვიმეორებ, იმ ერთი ადამიანის გასაგონად 45 მილიარდსო ხალხს მოახმარო. გაიგე? გაიგე თოფაძე? თქვენ ხართ, თქვენ ადრესატი, ვისაც ველაპარაკებ. ხო მართალი ვარ ბატონო ბიძინა. ჩვენი შემდეგი სტუმარია ახალი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე. თუ ვერ გაიხსენეთ, ვიზე მაგ საუბარი გეტყვით ასე. ჩვენი შემდეგი სტუმარია ახალი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე. Everybody, put your hands up. Everybody, scream it like you just don't care. Everybody, throw your hands up. Everybody, scream it like you just don't care. გამარჯობა ზურა. ერთი რამე უნდა გითხრათ, რომ სანამ თქვენ მოხვიდოდით, ჩვენ გადაწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ასეთი წინასწარი გამოკითხვა ქალაქში და როგორც აღმოჩნდა, თქვენ პარტიას მხარს უჭერს ქალთა, გამოკითხულ ქალთა 40%, გამოკითხულ მამაკაცთა 60% და ციყვთა 100%. ციყვები 100% მხარს უჭერენ. მოსალოდნელია პრინციპში, რომ ჩვენც ესე ვფიქრობთ. 100% ჩვენ ვინც გამოვკითხეთ, შეიძლება არიან ისეთი ციყვები, რომლებიც არ უჭერენ მხარს, რაც გაიგებ ამ ციყვებისას. ქართველი ციყვებისას რაც გაიგებ, თორე ციყვებთან დაკავშირებით ეს არის გიჩის მურაბა, რომელიც დღეს მაჩუქეს ახალციხეში და წამოგერეს. ახალციხის გიჩის მურაბა. ისე მინდა გითხრათ, რომ შეცდით ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ არასწორ ხალხთან ერთად დაარსეთ პარტია. აი თქვენ რო ყოფილიყავით პარტიაში, პაატა ზაქარიაშვილთან ერთად და გივით არგემაძესთან ერთად, ესე იგი იდეალური სქემა იქნებოდა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ მოგთხოვდათ პასუხს, რატო არ შეგვისრულეთ პოლიტიკური დაპირებები. ვერ გაიგებდნენ და იმ. რა თქმა უნდა, რას გაიგებდნენ თემატიკა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მაგორთან შედარებით გასაგებად საუბრობ. ამორთან შედარებით გასაგებად? კი, საუბრობ ჩემი აზრით. ერთთან შედარებით განსაკუთრებით. ოღონდ გვანს არ ვიტყვი რომელთან. მე ვინც გონია ის არის ალბათ. რა მაინტერესებს იცით, მე მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ გაუგებრად საუბრობთ ხოლმე, ერთი რამე მაინც გავიგე, რომ ქართული ეკონომიკა დაეწევა ევროპულ ეკონომიკას, ოღონდ სადაც 2098 წელს ხო ასია. ხო, ოღონდ ისინი თუ გაჩერდებენ და ჩვენ მეორე წრეზე თუ წავალთ. ისინი უნდა გაჩერდნენ, და წავლენ მაგ დროს უნდა გაჩერდნენ. რა მაინტერესებს იცით, რომ
მაინც იუმორისტულ შოუში ბრძანდებით და მაყურებელი ჩემი აზრით არ მაპატიებს ეს კითხვა რო არ დაგისვათ. რა ხდება პარლამენტში? რა ხდება იქ? საგიჟეთია. მე პარლამენტად მუშაობდი 99 წლიდან დაწყებული, სულ მუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოში მუშაობს 2012 წლამდე. და არაერთხელ მithkomს და თქვენ ეთერშიც გავიმეორებ, რომ ეს სამსახური არის ყველაზე სასაცილო სამსახური, რომელიც ცხოვრებაში მქონია. აი, ხავს კიდე გონია რომ აი აქ არის სასაცილო სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ იმიტომ არ ვამბობ, რომ იუმორისტული გადაცემა. მე ადრეს თქვი ჩვენი გადაცემიდან, რომ ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, სერიოზული კონკურენტი ყავს ჩვენ. თქვენი პარლამენტის სახით ასე ვთქვათ. მე ძალიან მეეჭება, რომ კონკურენცია გაუწიოთ. ასლა ან თქვენ ან რომელიმე იუმორისტულმა გადაცემა. ჩვენ არც გვაქვს პრეტენზია, იმიტომ რომ წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, იმისეთი მრავალფეროვანი ხალხი ხართ შეკრებილები იქ თქვა და ისე ართობთ ტელემაყურებელს რო არ ვიცი. პარლამენტი რო არ იყოს სამგაჭირებულ ქვეყანაში რა იცხოვრებ და საერთოდ. მოდიხარ სახში დაღლილი, დაქანცული და ჩართება პარლამენტს უყურებს და გაიღმები ასე ვთქვათ. კარგით, რა მაინტერესებს მე პარლამენტში აი ეს რაღაც კანონი რო იყო თუ გახსოვთ თქვენ. ერთ-ერთი იუმორისტული ხტომის დროს თქვენ მე მგონი მიიღეთ თუ არა მაინტერესებს ბუსუსებიან პრეზერვატივებზე კანონი. ხო, არა, საბოლოო ჯამში ეხა მე რამდენად ვიცი მოსახლეობაში ჯერა რომ ეს კანონი მიღებულია, საბოლოო ჯამში მიღებული არ არის, თუმცა თავისთავად ეს კანონი იყო, მე ვიყავ ერთ-ერთი ვინც აღმოაჩინა და მე გოგა იყო ხაჩიძე. ძალიან ბევრი გასართობი არის პარლამენტში, ძალიან ბევრი რაღაც სულელური კანონები და სულელური რაღაც რეგულაციები შემოდის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გასართობი. ეხლა პრინციპში გაჩერებული, პრინციპში ნებისმიერ დროს შეუძლიათ განაახლონ და მესამე მოსმენით თუ კეჭს უყრიან, პრინციპში მიიღებენ. მაგრამ მესამე მოსმენა აკრა, პირველი მოსმენით მიღებულია, მეორე მოსმენით მიღებულია და ერთიღა აკლია. თუ მიიღეს, ხო, მიიღებენ. მაგრამ აი ეს იყო კანონი, რომელზეც აი მე და გოგა ერთ-ერთი კანონი იყო, რომელზეც ძალიან გავერთეთ, აი დავსდევდით კომიტეტიდან კომიტეტამდე და აი ვცდილობდით რომ გაგვეგო რისი გაკეთება უნდა საბოლოო ჯამში. გოგა იყო განსაკუთრებით აქტიური, გოგა დასდევდა და იქ კანონში იყო ჩანაწერი რომ უნდა აიგზალოს სექსუალური ხასიათის პროდუქციის გაყიდვა. სექსუალური ხასიათის პროდუქციის გაყიდვა. და მე ჩემი არგუმენტი იყო მთავარი, ბევრი რაღაცებზე ერთობოდი ცხადია და ჩემი არგუმენტი იყო რომ მაგათად აი ჩოხიანი კაცი ქართველი არის ძალიან სექსუალური და ჩოხა უნდა აიგზალოს თუ არა და გოგას არგუმენტი იყო რომ ვიღაცისთვის სექსუალური შეიძლება იყოს კიტრი. და უნდა აიგზალოს. კიტრი სასახა ძალიან სექსუალურია. და ვიღაცისთვის სასახა ძალიან სექსუალურია. ანუ ის ხალხი, ვისაც ეს კანონ პროექტი ჰქონდა შემოტანილი, იმათ ძალიან ერიდებათ საუბარი ეგეთ სექსუალური ხასიათის არამარტო პროდუქციაზე, არამედ რაჯიშის ხალხზე ლაპარაკობ. ძირითადად უმრავლესობაში არიან. დღევანდელ უმრავლესობაში. გოგა გადაეკიდა და დასდევდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და ეუბნებოდა რომ კი აი ხარს დაუჭერ ამ კანონს, ოღონდ აი მომიტანეთ სია კონკრეტულად ჩამონათვალი რა არის სექსუალური ხასიათის პროდუქცია. და ნუ იმათ აი ერიდებათ რომ რაღაცა თქვან რომ რაღაცა პრეზერვატივის თქმაც კი ის არის და აღარ არის საუბარი რაღაცა. ხო. ახლა იუმორისტული შოუ რა ხარ არის არ მაგაზე ხო ის აქ ყველაფრის თქმა შეიძლება. პრეზერვატივი სხვა კიდე რა საინტერესო კანონები, სასაცილო ასე ვთქვათ კანონები არის ხო ვერ გაიხსენებთ რაიმე სასაცილო კანონს, რომელიც მიუღიათ ან არ მიუღიათ და მსჯელობა ყოფილა? ყველაზე ისეთი რაც გახმაურდა და ხალხმა გაიგო, იყო ეს ბუსუსებიანი პრეზერვატივი, თუმცა ეგეთ კანონებს იღებენ სულ. ოთ ამაზე ისე მოხდა რომ ავაგორეთ კარგად და ამიტომ ბევრმა გაიგო, მაგრამ მეორე რაც ისეთი მახსენდება, რაზეც კარგად გავერთეთ პარლამენტში იყო აი მეხრეების შესახებ კანონი, არ ვიცი ხსენია თუ არა. მეხრეები თუ შეიძლება რომ დავაზუსტოთ მაყურებელთან, იმიტომ რომ შეიძლება ზოგმა არ იცის მეხრე. მეხრე არის თან მეც გავიგებ რას ნიშნავს. ხო, იგივე მწყემსი არის, იგივე მწყემსია, რომელიც აი საქონელს დენის. ეს იყო ეს სიამდვილეში კანონი იყო ჩვენ მე შერჩა ეს სახელი მეხრეების შესახებ, მაგრამ სიამდვილეში იყო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი იყო და იქ შემოიტანეს რაღაც რეგულაციები მეხრეებთან დაკავშირებით. აი მაგალითად არის ერთ-ერთი რომ გზაზე თუ მეხრე
მიედენება თუ როგორ არის არ ვიცი რა ზნა უნდა რამე ლექსი ხო არ არის ძროხებს ეს ძროხები უნდა დაყოს 1000 ძროხიან ჯგუფად და რაღაც 20 მეტრა უნდა იყოს სქეს მნიშვნელობა აქ ამ დაყოფის დროს სქეს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ არის დისკრიმინაციული კანონი რომ სქესის მიუხედავად შეგიძლიათ ძროხები დაყო და მათ შორის აი წერია რომ დღის შუქზე არ შეიძლება ძროხების გადადენა გზის ერთი მხრიდან მეორე მხარეს. ხო დღის შუქზე შეიძლება ღამე არ შეიძლება. დღის შუქი თუ არ არის არ შეიძლება გადადენო. ანუ ღამე ვერ გადადენი ძროხებს ერთი მხრიდან. აი ისედაც ეხა არ არის ეს smart story რას თქვია. ღამე რომელსაძია ქართული ძროხა გენაცვალეთ არ არის ეხა. ევროპული ძროხა რომ ღამის პატრონი ყავს ჩვენ. არ მუშაობს ღამე და ღამის 3 საათზე ესე უპატრონოსავით ვერ დაინახავთ. ხო ჯერ არ გადაჯიშებულა ისე რომ ღამე მოდიალოს გარეთ. რა თქმა უნდა. ხო ეგეც არის კი. აი კიდე არის რომ მაგალითად იქ არის რაღაც აი საპალმე და საურმე თუ რაღაც ეგეთ ტრანსპორტის რაღაც სახეობები არსებობს არ ვიცი. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში აკრძალო არის რომ ანუ ურემი თუ ყავს იდეაში კანონით თხოვს რომ ურემზე უნდა გეყენოს ერთი მაშუქები ანუ იგივე ფარები უნდა ეყენოს მუხრუჭები ურემზე და უნდა ეყენოს ის დაგორების საწინააღმდეგო ბლოკირება. ამდენი მანქანას არა. ყველაზე მაგარი რაც არის მანქანაში არის რომ ანუ ეხა ხო არის მართვის მოწმობა რაღაც ასაკ შეგიძლია მიიღო მანქანა რომ მართო ხო? მეხრეობაზეც ეგეთივე რეგულაცია არსებობს სინამდვილეში მოთ ხალხმა არ იცით კანონს არ ღვევენ წესით და თეორიაც არის და პრაქტიკაც ანუ ეგ ამ კანონით არ არის განსაზღვრული მაგრამ ცალკეშილობა განსაზღვრული მე როგორ შეიძლება გახდე მეხრე კი და იქ არის რომ თუ სწორად მახსოვს 16 წლამდე არ შეიძლება რომ გახდე მეხრე ანუ 16 წელი თუ არ გახდე არ გაქვს უფლება რომ საქონელი სადღაც გადენო და მე სადაც შეხვედრები მქონდა რომელიღაც რეგიონში მეთქე არ მახსოვს მე რეგიონში იყო და ერთი კაი ისეთი აი ქართველი კაცი იყო რომელიც იძახდა რომ რაღაც ამდენი წელია ველოდები რომ ბავშვი 8 წლის გახდასო და ციკლით გავაგდოს საქონელი გადენოსო და ეხლა ამიგზავნეს მაინც დიდის წლები ეროდება აი რომ ბავშვი გახდება 8 წლისო წამოწვეს და ბავშვი გაუშვას საქონელში გექნებათ კიდე ხარ აი სასაცილო კანონი იქ ამდენი ხანი ეს იუმორისტული გადაცემა გრძელდება და არ ამგონია მარტო ორი კანონი იყოს არა მე ყავს მეგობარი რომელიც აგროვებს სასაცილო კანონებს აი მაგალითად ერთ-ერთი ხარ რაც ტელეფონში რაც მაქვს შევნა წაიკითხოთ მაგალითად ნორმატიული აქტი არის რომელიც არეგულირებს სამსახურში ისეთი სამსახური თუ არის რომ ადამიანები კუნთები ეღლებათ კანონი ნორმატიული აქტი ავალდებულებს რომ მათ მასაჟი უნდა უკეთონ ერთმანეთს და თუ ვერ იპოვეს ახლოს კოლეგა არ ხურობ ეს ნორმატიული აქტი ძალაშია დღესაც თუ ვერ იპოვეს გვერდზე კოლეგა მაშინ თვითმასაჟი უნდა გაიკეთონ თვითონ დაიზილონ თავის თავი ესე აი აქ განმარტებულია ხოლმე დეტალები სად და როგორ უნდა აჭირო აი მაგათ არის რომ ურთიერთ მასაჟის ჩატარების დროს მუშები რიგრიგობით უკეთებენ ხელების მასაჟს ერთმანეთს ანუ აი წამოგეთ მუშები განა და ერთმანეთს ხელებს უზილავენ. თვითმასაჟის დროს მუშა თვითონ იკეთებს მასაჟს და ეს თავარი არის ხო ჯერ მარჯვენა ხელით მარცხენაზე და მერე პირიქით ანუ მარცხენათიო დაიწყო კანონს არ ხედავ პატრული მოვა დაგაჯარიმებს არა ჯერ მარჯვენათი მარცხენა უნდა დაიზილო და მერე მარცხენათი მარჯვენა და ეხლა ეს ძალიან მაგარი გაგზელება რომ მასაჟი ტარდება ნელა 7 ტემპში მასაჟისტის ხელების მოძრაობა უნდა იყოს რიტმული სუნთქვა თავისუფალი მასაჟის მთელი პროცედურა ძირითადად ხორციელდება ხელების კანის მსუბუქი დაზელვით 2 წუთით თითოეულ ხელზე 2 ეს არის კანონი ხა ანუ წუთნახევარი რომ გააკეთო ეს ბოდვაში ცხოვრობ მე ითულებული ვარ რომ დათოს და გელას ერთი რამე უბრძანო ძალიან გთხოვთ უბრალოდ თხოვნა იქნება გაუკეთეთ ერთმანეთს მასაჟები იმიტომ რომ ჩემი ბრალი არ არის ესეთი კანონია ხო ასია ჩემი ბრალი მოგივარდნენ ახლა და ძალიან ოღონდ როგორც წესია ისე როგორ იყოს ორელებზე მარჯვენა და მარცხენა მარჯვენა და მარცხენა რითმი მინდა ძალიან 7 რო დაინიშნე რა მუსიკალური რო დაინიშნე ქსიამონებს ბიჭო არ დავიღე სუნთქვა როგორ უნდა იყოს სუნთქვა 2 წუთი არ გადაცდეს თორე დამიჭერე დათო სუნთქვა რიტმული და თან ისე სუნთქავ კი
კაი, ძალიან არაფერი. შვენიერი კანონია, ჩემი აზრით, არის ეხმარებიან ადამიანები გამიმიხდა. აქამდე არ უღებდით უბრალოდ რო არ აკეთებთ. ჩვენ ეს არ ვიცოდით, არ ცოდნა, არ ცოდნა. ბატონო ზურა, ჩვენ უბრალოდ მე და მე ჩვენ ნახეთ თქვენი რეპი. შვენიერად რეპავთ, შვენიერი გარეპული არის, ჩემი აზრით ასე კარგად რეჩიტატივის ქართული რეპერები ვერ კითხულობენ, მაგრამ აი რაღაცა აკლდა თითქოს, აი რაღაცა და მივხვდი რომ ეს რაღაცა არის მის სამღერი. ამიტომ ჩვენ ცოტა გადავაკეთეთ თქვენი რეპი, ასე ვთქვათ, ჩვენი აზრით ასე უფრო უკეთესია, რაღაცა რემიქსი დავარქვათ. თქვენი რემიქსი გავაკეთეთ, თუ შეიძლება შევთავაზოთ აბა ერთი, რისთვის ვიწვავთ ნახოთ. აღარ გვინდა გაზულუქებული ადამიანების მიერ ბიუჯეტიდან ჩვენი ფულის ლანგვა პრემიებსა და დანამატებს. აღარ გვინდა პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ქედმაღლობა და ჭყუის დარიგება. აღარ გვინდა ზიზღის თესვა და ადამიანების დაყოფა ჩვენიანებად და მტრედად. აღარ გვინდა რომ ჩხრეკდნენ, გვისმენ და გვაშარდინენ. აღარ გვინდა კაბინეტებში გამოკეტილი მმართველები, რომლებიც ხალხს ვერ ენახებიან. აღარ გვინდა უპრინციპო ადამიანების ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფი და მოგზაურობა. აღარ გვინდა. ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენთან სტუმრად შოუში იყო ზურა ჯაფარიძე. გავრცელდა მორიგი ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ირკვევა თუ რა ხდება ჩვენი შოუს კულისებს მიღმა. მეც პირველად ვისმენ ამ აუდიო ჩანაწერებს, ასე რომ მოდით ნახოთ. ხო, აბა რა ხდება? რა ხდება და ვერ ეგუებიან, რომ ვუგებთ და გადაცემა გავასვეწკეთ და ჭრიჭინებენ, რომ სოფლური ხუმრობები ჩასვითო. ჩვენ კიდე შეუთვალეთ, რომ სუდად დამთავრდება ძალიან ეგ თქვენთვისაც თქო და გადაცემისთვისაც თქო. შენა და ვინ არის ახლა მაგის ინიციატორი? არა, თვითონ შალვა კაცო რა, თვითონ ვითომ არ ჩანს ეხა, მაგრამ ეგენი არიან რა სინამდვილეში რა ეს ზვიო და ფორჩხიძე და გნოლიძე და ეს ბაბი და სოფლის კლუბი რა. ხო და ჩვენ ეხა მე და შენ გვებრძვიან რა, ჩვენი ჩაჩოჩება უნდათ და მე ვეუბნები რომ თუ რეიტინგი გინდათ მეც კი აქ ვართ თქო და ვაკეთებ თქო საქმე თქო და თუ არა და შეიტენეთ ეგ გადაცემა თქო რა. რაჭის შალვასო. რა ვიცი ეხა იმით მაგივრად რომ ეხა ეგ თავის იმაზე ფიქრობდეს გადაცემაზე პოლიტიკაა თუ რაღაცაა და ბიზნესზე რომ ფიქრობდეს ჩვენ გვებრძვის რა აზე ხარ. გიჟია რა გიჟია ეს კაცი არის წამყვანობის გიჟი რა და ვერ გაიგე შენ. ხო ეგ კარგი და მაიცე ისე რომ შენ ქალაქში როდის ბრუნდები ა? ჯერ მე რას ჩამოვალ საქმე აქეთ ყელამდე რა საქონელია დასაბინავებელი და ყველია კაცებში ჩასაწყობი და წნილები ჩასატენი ხო და მე თუ არ მივხედავ ვინ მიხედავ შენ ჩამოხვალ და მიხედავ თუ ეგ სოფლელები ჩამოვლენ და გააკეთებენ საქმეს. მოდით გადავალოთ თვალით თუ რა მოხდა დღეს. 1492 წელს კოლუმბი პირველად ჩავიდა ჰაიტიზე. მის დანახვაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ წამოიყვირა ჰაიტ! და ასე დაერქვა ჰაიტი მას. ზუსტად ასე. 1876 წელს გაკეთდა პირველი ვიდეო. ეს რომ არ მომხდარიყო, ჩემი გადაცემა იქნებოდა დაახლოებით აი ასეთი. 1877 წელს პირველად ჩაწერეს ხმა. ხმა რომ არ ჩაეწერათ, დღეს აი ასეთი გადაცემა მექნებოდა. 1883
1922 წელს ალბერტ აინშტაინს მისცეს ამერიკის ვიზა. აი თურმე რა დღეს გადაუღია ის სურათი. ყველა უვიზოს გამოუყო ენა. პრინციპში შეიძლება ითქვას ყველა ქართულს გამოუყო ენა. ეგ უფრო ლოგიკური. ისტორიკოსები თავის გამოკვლევებში მიანიშნებდნენ, რომ იოსებ ჯოღაშვილი დაბადებული იყო 1879 წლის 21 დეკემბერს. თუმცა სარწმუნო წყაროები უწყებიან, რომ იოსებ სტალინი სინამდვილეში დაბადებულა 1878 წლის 6 დეკემბერს და შემდეგ გადაიკეთა უკვე ასაკი. მინდა რომ მე ვიმღერო ბატონი იოსებ ბესარიანოვის შესაძლოა. შეიძლება? დათო დაუკარი თუ შეიძლება. მე დაუკრა? ხო, შენ. მე არ დაუკრავ მაგას. რატო დათო? მაგან ჩემი დიდი ბაბუა დახვრიტა. ჯონი თუ შეიძლება. დაუკარი ჯონი. მე დაუკრავ რა პრობლემაა, ბაბუა ჩემმა დახვრიტა მაგის ბაბუა. საზიზღარი დღეა საშინელი დღეა ძნელია იგამათომაზე იმიტომ რომ არაოფიციალურად სტალინის დაბ დღეა მეზისხება როდესაც ამობენ დაბ დღე მაგრამ რითმას ასე სჭირდებოდა და თქვი დაბ დღე ისე დაბადების დღეს მომხდარა დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი რომელიც ბევრ შეკითხვებს სვამს მაგრამ მაია ასათიანი არ არის დეკრიმინალიზაციის მომხრეა მაგრამ გირჩებში არ არის ძიმეა მაგრამ ხადური არ არის დარწმუნებული ვარ ყველა მივხვდით რომ დღეს ჩვენი სტუმარია ჟურნალისტი დავით კოზირიძე იგივე მძიმე კაცი როგორ ახარ დათო? რა ვიცი, კარგად. ჩვენი ვარ. ძალიან კარგი. საქმე იმაში რომ ჩვენმა წინა სტუმარმა ზურა ჯაფარიძემ დაგიტოვა კითხვა შენ გადაცემაში ხვასია ხოლმე ხო? წინა სტუმარი მეორე სტუმარს ასე ვთქვათ რაღაც შეკითხვას უსვავს და ეხლა მე ერთი წამით ბატონი ზურას მიერ დატოვებულ შეკითხვას კითხავ. აჰა. როგორ ახარ დავით? თუ ზურამ დამიტოვა, მაშინ ვარ გირჩივით. გირჩივით ხარ? შენი გადაცემაში ბლიც კითხვებს ვსვავ ხოლმე, ამიტომ შესაბამისად ხანდახან იღებ ხოლმე ძალიან უცნაურ პასუხებს და აი ყველაზე უფრო უცნაური პასუხი რა მიგიღია? ყველაზე მოულოდნელი რა ყოფილა შენთვის? ხო, ნუ ეგეთი ბევრი იყო, უნდა გავიხსენო ახლა. ერთ-ერთი პირველივე გადაცემაში იყო ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი პასუხი, კოტე ყუბანეიშვილს ვკითხე, რომ ქართული სული რა არის მეთქი და აი ხინკალს რო ჩაყბიჩაო და რო შეუბერაო და ის რო გამოდის ოხში ვარ. იდე მახსენდება აი ხუბუტია როა პუტინის სათამაშო კაცი აქ. კი, გასართული. მაგას ვკითხე ზე ვინ გახსენდება მეთქი და ჯერ ესე გააკეთა, ესე მიყურებდა და ხულო ვაფშე რა არისო. მართალია რა არის. დათო მე ვიცი რომ შენ ხარ ყოფილი ფეხბურთელი და შენ იცი რომ მე ვარ ყოფილი ფეხბურთელი და ამიტომაც მინდა ისეთი კითხვა დაგისვა რომელიც მართლა ორივეს ძალიან გვაწუხებს და საერთო სატკივარი ასე ვთქვათ. რა ხდება ამ ლარზე რა უნდა ვქნათ? ლარზე არ ვიცი, სანამ ჩვენ რეიტინგში ვერავალ ზევით, მანამდე არაფერი არ ეშველება ლარს მე მგონი. სანამ რა? რეიტინგში ვერა ვიწევთ. მართალია. შენადა რა მაინტერესებს? ასე ღიად რო აცხადებ ხოლმე შენ აზრს. მე როგორც ვიცი შენ დეკრიმინალიზაციის მომხრე ხარ და დაჟე დეკრიმინალიზაციის კი არა. ლეგალიზაციას. მარტო იმიტომ უნდა იყო ლეგალიზაციის მომხრე, რომ ეს სიტყვა დეკრიმინალიზაცია არ თქვა, იმიტომ რომ მაგაში მურტალი სიტყვა ძა. ხო და რაღაცა ისეთი ეჭვი ჩდება. ახლა მე საერთოდ არ გამჩნია ეგეთი ეჭვი ახლა, მაგრამ
პოლიციასთან ხო არ ხარ შეკრული? არ ტეხავს თქვი. აი პორჩილზე 20 წელია თანამშრომლობს უშიშროებასთან. მართლა? სახიდან მოყოლებული. აბა, გონი, როგორ ახერხებს ამდენს? როგორ ახერხებს? გეკითხები, როცა ის იყო მაშინ იყო, ახლა არ და მაშინ იყო, ეხლა შეკრული არ ვარ, მაგრამ რაღაც ინციდენტები მომსვლია პოლიციასთან. აინც როგორ ისი? აი ესეთი. ინციდენტი მომსვლია ადრე რა, როცა ძაღლებს ეძახდნენ პოლიციელებს და არ იყო როცა ძაღლებს ეძახდნენ პოლიციელებს. ხო. ეს მაგდროს მოხდა ერთხელ მეგობრებმა გადავწყვიტეთ ბავშვებისთვის დაგვეთმო კვირა დღე. რამდენიმე სყავდა მაშინ შვილი პატარები იყვნენ. კლასიკური მარშრუტი ვაკის პარკში და მე ცირკში ესე დავგეგმეთ რა. და მივედით ვაკის პარკში და მაგრა ვგულაობთ ჩვენ თვითონ აი ეს მანქანები როა იმაზე რო ეჯახები რა ერთ ხო და მაგარი გნიასი მიდის და უცბად ერთი სამი მანქანა შემოვარდა ტრაკიანი ძევიტები იმაში კაცო სადაც თქვენ ხო არა იქვე რა თქვენ ნამდვილი მანქანა მოხდენეს ტყავის კურტკიანი ტიპები ხო ისი პოლიციელებზე გაქვს საუბარი პოლიციელები და აი მანქანაშივე იარაღებით რო რას გევხართ და ენა გამოყავი და ამ ბრალდებით მიყავდით ხო რო აი თვალები რას გევხართ ენა გამოყავი ბიჭო და რამე და ნუ მოკლედ დავალაგეთ იქ რო რაღაცა ისა და წავედით ცირკში. ნუ ცირკში ერთი 30 კაცი იყო. აი 93 წელია, მურტალი დროა, რა. და აცხადებენ რომ ეხა გამოვაო დათვიო, რა და ზივარ აი აქედან ხო შემოდის დათვი და აი იქ ზივარ, რა საპირისპირო მხარეს და ტიპი დგას აი როგორი სპორტულები ეცვი, ორი ზოლით და აი მუხლები რო გამოწეული. და სიგარეტს ეწევა ეს მომთვინიერებელი. ის დათვიც ზუსტად ისეთივე გამხდარია. ესე გავოვიდა? ხო, აი დამიტოვე და ეგ ბაზარი ხო დაწწმენა ერთი რომ გავდივარ ნუნები. იდი გაგისტორდება თავისუფლად რო იყო და რამე დაცრუება. და შემოვიდე და ეხა ვიღაცამ გამოაცხადა რომ ეს დათვიო ამაზე ახტებაო ამ ბორდიური როა ეს. და აქო ივლისო რა ესეო და წინა რიგებიდან აიწიეთო ზევითო და ვინ უნდა აიწიოს ბიჭო და ეგ ხოაზე. არ განძრეულა არავინ, რა? და დაიწყო ამ დათვა ტასაობენ ეს ტიპი, ამოიღო ახალი ღერი, აწევინებს, დადიან და დათვა ამოიღო ახალი ღერი. რაღაც ბუნჩულა ბავშვიზის სცენარიაში. და ერთ-ერთ წრეზეც წკაბ და დაავლო ხელი. დათვა ბავშვს. და წამოიდგინე რა სცენაა. გვერდზე ვიღაც ტყავის კურტკიანი ტიპი ის ამ ბავშვის. და უცბად მაკაროვი ამოიღო და დათვდა და თავზე. როგორ ხარ ახტება და რამე ვიყურებით რომ აუ რა ნაპრიგი გაირკვა რომ ის პოლიციელია იქ რო შემოგვივარდა იქვით შემოვიდა აი მაგრა დაიძაბა სიტუაცია ბოლოს ნუ დაც ბავშვი ეჭირა და დირექტორი ჩამოვიდა ციგ დაც ელაპარაკენ გაიყვანეს და დაწყნარდი აშველებდნენ დაცდა აჭამეს მოაწევინეს და პლანი მოაწევინეს რომ დამშვიდი და ნუ დათვი დაწყნარდა და ბავშვი ეჭირა და ესე გაუშვა მშვიდობა და რა ხო ნუ აუხსნეს რომ ბოლო წუთებია შენი თუ და გაიგო დათმა ხო რაც თავარი ისე პრავი რომელი იყო დათვი თუ ისას ბიჭო პოლიციელი ხო იცი პრავი ვერ იქნება შენი ძმა დავიცი მუნჯარი არ ჩაიჭრა ტიპი დათომ ესე იგი როგორი საქმეა რომ ერთ გოგოს უნდა შენთვის კითხვების დასმა შეიძლება როგორ არ შეიძლება მithumet ეს გოგო თუა ისა ტასო შემო აი ის ბიზია შენ რო დათვს ეჭირე ხელში რო გადაგარჩინე რა Привет. რამოდენიმე შეკითხვა მაქვს შენთან. მე თეკუჩამ და თამუჩამ დავწერეთ. და დაგისვავ. ისმენ. რას ვერ აპატიებ მეგობარს? ალბათ ღალაც, ხო? ხო. აი, სულს როგორი ფორმა აქვს? სულს არ აქვს ფორმა. გვითო?
ვიცი შენ როგორი ფორმა? ნანახი გაქვს? მე ვსვავ შეკითხვებს. აი, უკაცი. მე მგონი უფორმოა. ვიღაცებს აქვთ ფორმიანი. აი, ფალოსის ფორმიანი. სულებიც არის. აი, სიყვარული რა ფერია? სიყვარული და ფუფლო არიან ჭრელები. აი, ეხა ეს მოემზადე ძალიან პიკანტური კითხვა უნდა დაგისვა. კი ბატონო. ქალთან სექსი თუ გქონია? ჯერა. ორ ქალთან? სამით დავიწყე და ეხლა ნელ-ნელა ჩამოვა. წარმატებები. მადლობა. ციხეში ვინ იქნებოდი? მაყურებელი, მუჟიკი, აბსლუგა თუ დეპაენკა? დეპაენკა ხაიც რა არის? კი, ალბათ ოფშიაკი მებარებოდა. ატვიჩა ეხარ მაგ სიტყვაზე რა. კი, ბრა. აი, მიდი გააგზელე რა. აი, ილოს რას დაარქმევდი? ფრთხილად დავიცი. შეფასებებში ფრთხილად შენ თავს ვეცე. ილოს? კაი ბიჭის ძმას. კაი, დაუტოვე შეკითხვა შემდეგ სტუმარს. ვინ არის რო? ვინც იქნება? ვინც იქნება? როდის ქონდა სექსი ბოლოს? დიდი მადლობა. არაფრის. რაღაცა აგამჩატა ჩემმა შეკითხვებმა, ხო იცი? ხო და წავალ ხა. რა იმიჯი არ გაგიფუჭდეს და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. არაფრის. კარგად, სტასი. პიტრები წავიდეს. დათო. დათო რა არის იცი? როდესაც შენთან სტუმრები მოდიან ხოლმე და ინტერვიუს ამთავრებს, შენ ყოველთვის ეუბნები, რომ აი კომენტარი გააკეთეთო დეკორაციაზე. ადრე ქართლის დედა იყო. ვერ არის. ეხლა პრეზიდენტია. აი გოგოა რა გი. ხო და ხაჭაპურის კეთება იცის? ხაჭაპურის კეთება, ლობიანის კეთება იცის ხოლმე. ხო და რა მაინტერესებს იცი? შენ ყოველთვის შენ სტუმრებს ეკითხებით და თხოვრო შეაფასოს შენი დეკორაცია და მეც მინდა თხოვრო შეაფასო ჩემი დეკორაცია, ან რამე კონკრეტული მომენტი მაგალითად აი რას მეტყვი? ფორჩხიძეზე რა აზრის? ფორჩხიძეს რას როგორ შევაფასებ? იაფი არ დაგვიჭდა. არა. აი, ახეულის სახე. აი, ახეულის სახე. დიდი მადლობა, დათო დღეს ჩვენთან სტუმრად იყო არც მეტი და არც ნაკლები მძიმე კაცი. Can you give me the thing? Can you hold me the game almost all night? ჩვენი შოუს ბოლოს მე გავიგე ასეთი ინფორმაცია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს საქართველოსი. ვიცოდი. დათო ვიცოდი რომ დღეს რაღაც ძალიან მეწყინებოდა ნახვამდის. Night fever, we don't have to do it. Give me night fever, we don't have to show it.